დაკვლავ საქართველოს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ქართულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სწავლის დასრულების შემდეგ ორმაგი დიპლომი აიღონ. უნივერსიტეტებს შორის დაგეგმილია გაცვლითი პროგრამაც. უპრეცედენტო თანამშრომლობა ქართულ-იტალიურ საგანმანათლებლო სფეროში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ნეაპოლის ფედერიკო მეორის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ისტორიულ პროექტს იწყებს. ორმხრივი თანამშრომლობა მოიცავს როგორც ორმაგი დიპლომების გაცემას, ასევე ქუთაისურ ნეაპოლურ გაცვლით პროგრამას. ჩვენ სტუდენტებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა ქუთაისში მიიღონ როგორც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დიპლომი მედიცინისა და დიზაინის მიმართულებით, ასევე ნეაპოლის უნივერსიტეტის დიპლომი მედიცინისა და დიზაინის მიმართულებით. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში. ველოდებით ბევრ იტალიელ სტუდენტს, ისე როგორც ჩვენი ქართველი სტუდენტები მიიღებენ შესაძლებლობას მინიმუმ 1 სემესტრი ისწავლონ ნეაპოლში, მსოფლიოს პირველ სახელმწიფო უნივერსიტეტში. ახალ ინგლისურენოვან სასწავლო პროგრამას ქართველი და იტალიელი პროფესორები წარუძღვებიან. გაცვლითი სემესტრის ფარგლებში ქართულ სტუდენტებს ნეაპოლის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ. ნეაპოლელი სტუდენტები კი სულ მცირე 1 სემესტრის განმავლობაში ქუთაისის უნივერსიტეტის კამპუსზე ისწავლიან. თვეების განმავლობაში უმუშაობდით ამ დღისთვის. გსურს ნეაპოლის უნივერსიტეტის დიზაინის კურსის იდენტური შექმნათ და იგივე მასალა ისწავლებოდეს ქუთაისის უნივერსიტეტშიც. ვიცით, რომ ქუთაისის უნივერსიტეტს ძლიერი ცოდნა აქვს მარკეტინგისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, ამიტომ გსურს გაცვლითი პროგრამის ფარგლებშიც ვითანამშრომლოთ. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქართველი და არა მარტო ქართველი სტუდენტებისთვის, რადგან ეს არის 3 წლიანი ინგლისურენოვანი ორმაგი დიპლომის საბაკალავრო პროგრამა. ბოლო წლებში ქართულ-იტალიური ურთიერთობა ბევრ სფეროში გაღრმავდა. ასე აფასებს საქართველოში იტალიის ელჩი ორი ქვეყნის ურთიერთობას და უნივერსიტეტებს შორის გაფორმებულ მემორანდუმს. ბოლო წლებში ქართულ-იტალიური ურთიერთობა ბევრ სფეროში გაღრმავდა. განსაკუთრებული წინსვლა გვაქვს განათლებისა და კულტურის სფეროში. წელს სამედიცინო ფაკულტეტის გახსნაც იგეგმება, რაც კიდევ უფრო დაახლოვებს ჩვენს ქვეყნებს. ქუთაისის უნივერსიტეტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაარსებული ერთადერთი საერთაშორისო სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის იდეა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ეკუთვნის. ნეაპოლის ფედერიკო მეორის სახელობის უნივერსიტეტი კი 1224 წელს დაარსდა და 90,000-ზე მეტი სტუდენტი ყავს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს სახელმწიფო უნივერსიტეტადაა მიჩნეული.